მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმ პროდუქტებზე, რისი მიღებაც შესაძლოა იკრძალებოდეს ორსულობაში, ან არ იყოს რეკომენდირებული. ერთ-ერთი და ყველაზე ხშირად გავრცელებული მითი შეეხება შავი ღვინის მიღებას ორსულობაში. ნებისმიერი რაოდენობით ალკოჰოლი არ აქვს მის რაოდენობასა და სახეობას მნიშვნელობა იკრძალება ორსულობის დროს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორსულობაში დარეგულირდეს კოფეინის მიღება. დღიური რაციონის დასაშვები დოზა ეს არის დაახლოებით 150-დან 200 მგ-მდე. გარდა ამ პროდუქტებისა, ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ კონსერვირებული პროდუქტების შესახებ. პირველი და მნიშვნელოვანი ხშირად დასმული კითხვა შეეხება თინუსის კონსერვებს. თინუსის შემცველი პროდუქტები შეიძლება ითქვას, რომ საშუალო ან მცირე რაოდენობით შეიცავდეს ვერცხლის წყალს. ვერცხლის წყალი მოგეხსენებათ, რომ ეს არის ნეიროტოქსიური ნივთიერება, რომელიც შესაძლებელია რომ გადიოდეს პლაცენტურ ბარიერს და ამ შემთხვევაში შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებას. ასევე ორსულობაში იკრძალება თერმულად არასრულფასოვნად დამუშავებული ხორცპროდუქტებისა თუ თევზ პროდუქტების მიღება. მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი საკვები პროდუქტი, იქნება ხორც თუ თევზ პროდუქტი, აუცილებლად კარგად იყოს თერმულად დამუშავებელი. მიუღებელია ასევე ორსულობაში შებოლილი ან ნახევრად შებოლილი პროდუქტების მიღება. მნიშვნელოვანია ორსულმა იცოდეს, რომ უმი თევზი, ისეთი როგორიც არის სუში, არ არის ორსულობაში რეკომენდირებული, რადგან ეს შესაძლებელი არის წარმოადგენდეს ისეთი ინფექციური დაავადებების გავრცელების წყაროს და რისკს, როგორიც შეიძლება იყოს სალმონელოზი და სხვა ინფექციური დაავადებები.